მოგესალმებით, ჩემო კარგებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს. სასიამოვნო დღეს გისურვებთ და მადლობას და მადლიერებას გამოვხატავ თითოეული თქვენგანის მიმართ. მადლობა თქვენ, რომ ხართ ჩემთან და ხართ ამ არხზე. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ პირად კონსულტაციაზე შეგიძლია მომართოთ WhatsApp-ის მითითებულ ნომერზე და ვისაც არხი არ გაქვთ გამოწერილი, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, რათა ახალი გაშლები არ გამოგრჩეთ. გააზიარეთ, თუ მოგწონთ ჩემი გაშლები და კვლავ ველი თქვენს კომენტარებს. თქვენ იცით, რომ ეს ბალანსისთვის, რათა ვიყოთ ერთ სივრცეში, ეს მნიშვნელოვანია ორივე ჩვენგანისთვის. მინდა გაშლა გავაკეთო, რა საჩუქარს გიმზადებთ სამყარო. რა იქნება ის საჩუქარი, რაც თქვენ არ იცით ჯერ? გაშლა იქნება ორ ვარიანტად და პირველ რიგში ვნახოთ რა ენერგეტიკულ დონეზე ხართ ახლა. თქვენი სიგნიფიკაცია ვნახოთ. თქვენი ენერგეტიკა ახლა. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი იქნება ამეთვისტოს მინერალი, პირველი ვარიანტი. მეორე იქნება ლაბრადორიტი, რომელიც ძალიან მიყვარს და ამის სილამაზე რომ არ ჩანს და ვერ გაჩვენებთ, გული მწყდება. ნახეთ, მეორე ვარიანტი ლაბრადორიტი. პირველი ამეთვისტო, მეორე იქნება ლაბრადორიტი. უბრალოდ დახუჯეთ თვალები, რობერზე იფიქრებთ, ღრმად ჩაისუნთქეთ. ამოისუნთქეთ და თვალს რომ გაახელთ, რომელი ვარიანტიც დაგიძახებთ, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, სწორედ ის გახლავთ თქვენი ვარიანტი. პირველი ამეთვისტო და მეორე იქნება ლაბრადორიტი. გადავდებ მე მეორე ვარიანტს და ვინც ამეთვისტოს მინერალი აირჩიეთ, მოგესალმებით, ჩემო კარგებო. აქ არის წარსულის მოგონებებზე ფიქრი, შეიძლება იყოს წარსულის წინ გავლილი პერიოდის გამო გაქვთ შფოთი, შეიძლება გაქვთ ემოციური სტაგნაცია, შეიძლება რაღაც ეჭვები არ გასვენებთ და შეიძლება ეს ეხებოდეს როგორც პირად ურთიერთობას, ასევე თქვენს კარიერულ საქმიანობას, მეგობრებო. ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება იყოს ისეთ სიტუაციაში, როდესაც მუშაობს, გასცემს თავის ენერგიას, მაგრამ იმდენს ვერ იღებს ფინანსურად, რაც მას ეკუთვნის, ან რასაც ის იმსახურებს. ზოგიერთ თქვენგანი შეიძლება ელოდა რაღაც თანხას სამსახურიდან, ან ვალის დაბრუნებას, მაგრამ ეს ვერ მიიღო. ზოგიერთი თქვენგანის შემთხვევაში შეიძლება იყოს საბანკო ვალდებულებები და აქვს შიში გადაიხდის, ამას თუ ვერ გადაიხდის. ასეთ ენერგეტიკაში იმყოფებით და თუ თვლით, რომ ეს თქვენი ვარიანტია, მაშინ განაგრძეთ ყურება. მოდი მაშინ ნახოთ, თქვენ რას გიმზადებთ სამყარო, რა საჩუქარი აქვს სამყაროს თქვენთვის. რა არის ის
საჩუქარი სამყაროსგან, რასაც არც ელით და არც იცით, რა არის ის? მეგობრებო, სამყაროს ნამდვილად აქვს თქვენთვის საჩუქარი. და რატომ? ჯერ ვნახოთ, რატომ აქვს ეს საჩუქარი. სამყარო თვლის, რომ აი ის, რაც თქვენ ახლა გაქვთ, თქვენთვის უკვე საკმარისი აღარ არის, იმიტომ რომ მენტალურად თქვენ უკვე გაიზარდეთ და ის ყველაფერი, რაც თქვენ გაქვთ, თქვენთვის საკმარისი აღარ არის და სამყაროც თვლის, რომ თქვენ მეტს იმსახურებთ. ამიტომ სამყარო გიმზადებთ საჩუქარს. თუ ზოგიერთი თქვენგანი ელოდებოდა მამაკაცს, რომელიც არ გამოდიოდა კონტაქტზე, ან ისე არ გამოხატავდა თავის გრძნობებს და ემოციებს თქვენს მიმართ, სამყაროს აქვს აი ეს საჩუქარი, რომ ეს მამაკაცი თქვენთან მოვა, ან მოგწერთ, ან უბრალოდ დაგიგულებთ სოციალურ ქსელში ფოტოს ან სტატუსს, რაღაც ისეთი მოხდება, რასაც არ ელით აი ამ მამაკაცთან დაკავშირებით. შეიძლება ამ მამაკაცმა გაჩვენოთ, რომ აქვს თქვენს მიმართ ისევ ინტერესი, შეიძლება ეს ყოფილიც არ არის, ან პარტნიორი, მაგრამ სხვა ადამიანი გამოჩნდეს თქვენთან ურთიერთობაში, თქვენს სიახლოვეს გამოჩნდეს მამაკაცი, რომელიც თავისი ენერგეტიკით მიგახვედრებთ, რომ მისთვის ძალიან სასურველი ქალბატონი ხართ და შეიძლება შემოიფარგლოს პატარა საჩუქრით, ყვავილებით, ან შოკოლადით, სფილით. ეს იქნება მცირედი საჩუქარი ამ მამაკაცისგან, მაგრამ ემოციურად ძალიან სასიამოვნო თქვენთვის. თუ ეს ფინანსებს ეხება, მეგობრებო, რაც მე ზემოთ აღვნიშნე, რომ თქვენ მარტო მუშაობთ, მაგრამ იმას ვერ იღებთ, რასაც იმსახურებთ და თითქოს ეს არის აგროვებთ და ფიქრობთ, გაქვთ ფინანსები, მეგობრებო, მაგრამ აი იმდენი გაქვთ, რომ თითქოს გენანებად ხელგაშლილად რომ დახარჯოთ, რადგან ზუსტად იცით, რომ ეს კონკრეტული რაღაცისთვის გჭირდებათ ეს თანხა. ანუ ხელგაშლილი ვერ ხართ, თქვენი სიამოვნებისთვის ვერ ხარჯავთ. აი სამყარო თქვენ გიმზადებთ ისეთ საჩუქარს, რომ თქვენ მოგეცეთ იმის საშუალება, რომ თუნდაც პატარა საჩუქარი გაუკეთოთ თქვენ თავს, განებივროთ თქვენი თავი. სამყარო მიხვდა, რომ თქვენ უკვე მზად ხართ იშრომოთ, არა მხოლოდ აი ვალდებულებებისთვის, რაც თქვენ გაკისრიათ და გაქვთ, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი თავის კეთილდღეობაზეც იფიქროთ. ნახოთ, კიდევ რას გიმზადებთ სამყარო? რა საჩუქარს გიმზადებთ სამყარო? სამყარომ გადაწყვიტა, მეგობრებო, რომ თქვენ საკმაოდ უკვე დიდი გზა გაიარეთ, შემდგარი ადამიანი ხართ, თუ თქვენი ვინმეს არ ესმოდა, რას გულისხმობ, მეგობრებო, აი თქვენ შრომობდით და ადამიანები აი ამ თქვენს შრომას თითქოს სათანადოდ არ აფასებდნენ და აი სიტყვიერად, ემოციურად თქვენ თუ ვერ იღებდით ადამიანებისგან საპასუხო რეაქციას, სამყარომ გადაწყვიტა, რომ დროა თქვენ აი ეს ემოციური სისავსე მიიღოთ, რათა სამყარო იცის თქვენი შინაგანი ემოციები, რომ თქვენ მუდმივად აი ამ
ყოველდღიურობაში, რომელშიც თქვენ ხართ, თქვენ ძალიან გჭირდებათ ემოციური სიახლეები ემოციებში უბრალოდ. ნახოთ კიდევ რას გიმზადებთ სამყარო, რა საჩუქარს უნდა ელოდოთ. მეგობრებო, ზოგიერთ თქვენგან შეიძლება ძალიან სურდეს ბინის შეძენა, ახალი ბინის შეძენა, ან ბინის რემონტი და თქვენ თავთან მუდმივად გაქვთ ფიქრები, შიშები და თითქოს აი აქედან გამოსვლა გიჭირთ, რომ თქვენ გონიათ, რომ აი ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო და როგორ გაართმევთ აი ამ ყველაფერს თავს. თუ თქვენს გონებაში არის აი ეს ფიქრები, სამყარო აი ამას მოგიგგვარებთ თქვენი ძალისხმევის გარეშე. მეგობრებო, თუ ზოგიერთ თქვენგანს სურს მიიღოს სამყაროსგან აი სიუხვე, რომელიც მას კომფორტის შეგრძნებას შეუქმნის, ეს იქნება ბინა, რაღაც თავის მოვლის პროცედურები შეიძლება გსურთ შოპინგი, ანუ ნებისმიერი რამ, რაც თქვენ სიამოვნებას მოგანიჭებთ, კომფორტის შეგრძნებას მოგანიჭებთ. შეიძლება მეგობრებთან ერთად გსურთ სადმე წასვლა და გგონიათ, რომ აი ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა გჭირდებათ, რომ თქვენ აი ეს ყველაფერი მიიღოთ, სამყარო აი ამ საჩუქარს გიმზადებთ თქვენ, რომ თავი იგრძნოთ თვითკმარ, ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ ქალად. თქვენ სამყარო დაგეხმარებათ, მიიღოთ ყველანაირი სიუხვე, ოღონდ ყველანაირი ძალისხმევის, რუტინული შრომის გარეშეც. თქვენ ამას შეძლებთ და მე ძალიან გამიხარდება აი ამ ერთი თვის მე 3 თვეზე ვაკეთებ აი ამ გაშლას, მაგრამ 1 თვიდან 3 თვემდე მე ველი აი ამ საოცარ შედეგებს როგორ გამიზიარებთ, იმიტომ რომ ძალიან მიხარია, როცა თქვენი ბედნიერების და სიხარულის თანამოზიარე ხდები. მე თქვენ გელით კომენტარებში და დაგემშვიდობებით დიდი სიყვარულით. აქვე მინდა მოგესალმოთ მეორე ვარიანტს. მოდი ვნახოთ მეორეებო. თქვენ რა ენერგეტიკაში ხართ ახლა? რა ეტაპზე ხართ? როგორ ხართ? მოდი ვნახოთ. თქვენი ენერგეტიკა ახლა. მეორეებო. ვინც აი ეს ულამაზესი ჩემი საყვარელი ლაბრადორიტი აირჩიეთ. მოგესალმებით მეორეებო. მეგობრებო, თუ თქვენ აქ დაოჯახება ან ახალ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა გსურდათ, ან თქვენს მამაკაცთან, რომელთანაც საკმაოდ დიდი ხანია ხართ შემორიგება, ნამდვილად ეს ასეც იქნება. ზოგიერთ თქვენგანს, მეგობრებო, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება აგროვებთ ბინისთვის თანხას. აუცილებლად ეს ყველაფერი დაგვირგვინდება წარმატებით. რაღაც მომენტში პირველი და მეორე ვარიანტი ერთმანეთს გავს, ხომ არ შემოიპარეთ პირველი ვარიანტის გოგონები, ადამიანები მეორე ვარიანტში. აბა აღიარეთ, ვინ შემოიპარეთ მეორე ვარიანტზეც.
ნახოთ, ну, ყოველ შემთხვევაში მეორე ვარიანტი არის ისეთ ენერგიებში, როცა მისი სურვილი არის ოჯახური ბედნიერება, ოჯახური გარემო, აი ის კომფორტი, რომელიც ოჯახურ სითბოს გამოხატავს და ვფიქრობ, რომ აქ შეიძლება მეუღლეებიც ჩაიფიქრეთ. მოდი ვნახოთ თქვენ შემთხვევაში რა საჩუქარი აქვს თქვენთვის სამყაროს. მეგობრებო, საჩუქარი იქნება თქვენთვის ორი. პირველი იქნება აი ის მამაკაცი ვახსენე მე და შეიძლება თქვენი საყვარელი მამაკაცი იყო მანძილზე და აი ეს მანძილი იმაზე მალე შემცირდეს თქვენს შორის, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. მეორე საჩუქარი გახლავთ წარმატება, აღიარება, თუ სამსახურია, კარიერა, თქვენ ახალ ეტაპზე გადახვალთ, სადაც მოიპოვებთ გარშემომყოფებისგან აპლოდისმენტებს, აღიარებას, თქვენ გამარჯვებული გამოდიხართ აი იმ სიტუაციიდან, რასაც თქვენ ფიქრობთ. სამყარო არჩევანსაც გთავაზობთ, შეიძლება ორი რაღაც გსურთ, თქვენ ძალიან, ორი რაღაც გინდათ ძალიან, გამომიტყდით, რომლები ხართ ასე. ერთი შეიძლება კარიერული წინსვლა იყოს, მეორე იყოს საყვარელ მამაკაცთან შეხვედრა. თქვენ აი ეს ორივე გეძლევათ, მეგობრებო. თუ თქვენი მამაკაცი დიდხანს არ გინახავთ, ის მოულოდნელად გეწვევათ და არ არის გამორიცხული, მანაც გაგიკეთოთ აი ეს საჩუქარის სიურპრიზად და არა მხოლოდ სიურპრიზი, შეიძლება საჩუქარიც მიიღოთ მისგან. ნახოთ, კიდევ რას გიმზადებთ სამყარო თქვენ, მეორეებო? ორი, აქაც ორი. კი. მეგობრებო, რაღაცას ვერ წყვეტავთ, რაღაც ყოყმანობთ, არ იცით რომელი უფრო მეტად გინდათ, მაგრამ მეგობრებო, თუ თქვენ არ ხართ დაოჯახებული, აუცილებლად თქვენისთვის სასურველი მამაკაცი თავის გულს და სულს შემოგთავაზებთ და შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ცოლობაც გთხოვოთ. თუ უკვე დაოჯახებული ხართ, შეიძლება გაიგოთ და გსურთ თქვენ პატარა, შეიძლება სასურველი ორსულობის შესახებაც შეიტყოთ. ზოგიერთი თქვენგანის შვილი თუ აბიტურიენტია და ელოდებით გამოცდას და გაღელვებთ შვილის წარმატება, თქვენ იცოდეთ, რომ მას დიდი წარმატება ელის და თქვენ ტყუილად ხელავთ და აქ სამყარო აი ასეთ დედებს საჩუქრად უმზადებს თავისი შვილის წარმატებას. მეგობრებო, მე რაც მოდის ყველა ვარიანტს გიჟღერებთ, რადგან ბევრი ხართ და ყველამ თავისი მინდა მიიღოს და ვცდილობ რამე არ გამომრჩეს და თქვენ არ გამოგატოვინოთ აი ეს ყველაფერი. კიდევ რა საჩუქარს უნდა ელოდოთ სამყაროსგან, მეორეებო? აი ეს შიში თქვენ რაც გაქვთ, სწორედ აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ეჭვები იქნება ასე თუ არ იქნება, ბედის წერა, აქ ჩაერთვება სამყარო, ბედი, უფალი და თქვენ ამაში დაგეხმარებათ. თქვენ სამყაროს
თქვენ რომ გგონიათ ოცნებებში რასაც ხატავთ არარეალურია, აი და ამასთან დაკავშირებით გაქვთ ეჭვი და ბევრჯერ გითქვამთ, რომ ეს ხომ მხოლოდ ჩემი ოცნებაა, სწორედ აი ეს ოცნება გისრულდებათ, რაც თქვენს გონებაში და ფანტაზიებში ოდესღაც დახატეთ. აქ გეუბნებათ ტარო რჩევის სახით, მე რჩევა არ ამომიღია მეგობრებო, მაგრამ ტარო მაინც რჩევას გთავაზობთ მეორეებო. ნუ ნუ მოაჭრით თქვენს ოცნებებს, ფრთებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი თქვენს რეალობად იქცევა სამყაროსგან. თქვენ რაზეც ოდესმე გიოცნებიათ და ჩამოთვლილთაგან მით უმეტეს მე რაც ზემოთ ჩამოგითვალეთ. თქვენ თუ აი ამაზე გიოცნებიათ და უცებ თავში მოსულა მეორე უარყოფითი აზრი და გითქვამთ, რომ ეს ხო შეუძლებელია და ეს ხომ არსებობს დაიჯერეთ მეგობრებო, რომ არსებობს და თქვენ აი მე ველი რომ მომწერთ, რომ დიახ ეს ამისრულდა მოულოდნელად სამყაროსგან. თითოეულ დილას დღეს სამყაროს გადაუხადეთ მადლობა იმისთვის, რაც გაქვთ და გპირდებით, რომ სამყარო მოგცემთ იმას, რაც ჯერ არ გაქვთ და რაც თქვენ ძალიან გსურთ. იმდენად მიხარია ახლა, რომ ემოციებს ძლივს ვიკავებ და ყველას ბედნიერებას და თქვენი ოცნებების და მიზნების ასრულებას გისურვებთ. ეს ნამდვილად ასრულებადია. გილოცავთ და მე ველი თქვენს კომენტარებს. გემშვიდობებით ასეთი პოზიტიური განწყობით. მიყვარხართ, გელოდებით კომენტარებში.